ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წელს ბონში, გერმანიაში. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. მამა მკაცრი აღგრძელი იყო და პატარა ასაკიდანვე აორჯიშებდა. 1792 წელს ბეთჰოვენი გადავიდა ვენაში. მან ყველაფრის მიუხედავად შეძლო გამხდარიყო ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორი. 26 წლის ასაკიდან დაიწყო სმენის დაკარგვა. მე-9 სიმფონიის დაწერის დროს ბეთჰოვენი უკვე აბსოლუტურად კრუ იყო. მუსიკის აღქმისთვის ბეთჰოვენმა ფორტეპიანოს ფეხები მოაჭრა და ინსტრუმენტი პირდაპირ იატაკზე დადო. ის მუცლით წვებოდა, რომ ვიბრაციით შეეგრძნო ჰანგები. სიმფონიის პრემიერის დროს მას ხელი მოკიდეს და მაყურებლისკენ შემოაბრუნეს. ბეთჰოვენი ზურგით იდგა და არაფერი ესმოდა. თუმცა ხედავდა ფერზე მდგომ ხალხს, რომელიც ახტაცებისგან ტიროდა. მეგობარს ის სწერდა. მე ბედის წერას ყელში ვცვდი. ის ვერ დამაჩოგებს სრულად. ბეთჰოვენი რთული, ემოციურად მგრძნობიარე პიროვნება იყო. ის გარდაიცვალა 1827 წელს ვენაში. მისი ცხოვრება გვასწავლის, რომ ნიჭი და სული ძლიერია. ნამდვილი გენიოსი არ ნებდება არც სირთულეების, არც სიჩუმის და არც ბედის წერის წინაშე.